ასე გამოიყურება სასტუმროს ნომერი. თქვენთან ერთად ვნახულობ მეც რუმ-ტურს შემოგთავაზებთ. არაფერი ისეთი განსაკუთრებული. ესეთი მაცივარია. ანუ აი ეს რას ნიშნავს ეს არ ვიცი. ჩვეულებრივად ჩაი, ყავა, ესეთი თარო. აქ რა ხდება? შავი კარადა, ხალათები. ლამაზი ინტერიერი არის ხოთა შორის, ხო? ჩვეულებრივი twin room-ი. ხა გავიდეთ აივანზე. აივანზე ჯერ არ გავსულვარ, რაც პირველად ვარ. ფერები ძალიან ლამაზია. ხედიც მგონი ძალიან ლამაზია. თაროზე რა არის, არ ვიცი, წებროებია ხე. გამოყოთ წებრო. ცხელა. იქით საპარკინგო ზონა. აქეთ შემოსასვლელი. ერთი სიტყვით ძალიან ლამაზია აქაურობა. რა სიტყვა? გარეთ რატო არ პროვოკატორის ყველაფერთან ერთად ესეც დავაფიქსიროთ. ანუ რატო უნდა ვიცხოვრო აი ამასთან ერთად? შენთანაც და იმასთანაც. კაი სივრცეა სხვათა შორის, არ ველოდი ამხელა სივრცეს. სავიზიტო ვარათი ველო. ძალიან ლამაზია ფილია. თუ გინდა იქით გადავждეთ ან აქ. აი იქით ცოტა მზეა, მგონი ეს არჩევანი კაია. და წინ რა საოცარი ხედია. ძალიან გვიან მოვედით. 5 საათია. ყველგან რატო უნდა ვაგვიანებდეთ ნამას? ეს რესტორანია, მარაკუია, ხო? გემრიელია? ძალიან კაია. მადლობა რომ შემომთავაზე. სულ ესე მტოვებ. მადლობა ყინულებისთვის. სხვათა შორის ეხლა რაც ვზივართ აქ. ყველა მისე გაიარა, რასაც რო კოსტუმებით, ეგრევე აქეთ მოდიან. პირდაპირ იქ შედიან შესასვლელში და სხვა მხარე ალბათ არ აქვს შესასვლელი. ხოთა ანუ იმის თქმა მინდა რომ ძალიან არასასიამოვნოა კაფეში რო ზიხარ და აუზიდან რომ მოდიან აი აქ საცურაო კოსტუმებით გახდილები
და შედიან შიგნით სასტუმროში, ანუ არასასიამოვნოა უბრალოდ. გიყვარს. გიჟდები ანუ. არ გახმარება რა, რაღაცა მაინც უნდა ნახო რა. ანუ სიმართლე არ არის, შენ აღნიშნე წეღან სხვადასხვა რომ არასასიამოვნოა. რატო არა, მე კარგსაც დავაფიქსირებ, ცუცას დავაფიქსირებ. ხედი არის იდეალური, აი ნახეთ. დავაგემოვნოთ. იქ ეწერა სადმე ისა სპრაიტი. არა აქვს შერეული. რაღაც ნატურალური არ არის ნამდვილად. სახლური არის? როგორ გამოიყურება? ცოტა სახრბიელად. შევაფასოთ ახლა რა ქვია რესტორანს, მაკრინე თუ რაღაცა. ანუ აქ ეს ერთია მხოლოდ ხო? თვითონ სასტუმროს რესტორანი ხო მგონი ერთია. პირველი სანამ გაცივდება ეს ინტერესდება. ეს თავიდან მომიწონა, მაგრამ ეხლა აღარ ვიცი. იოში მე დამწვარი. ხა დამწუს გემო აქ. ლობიო რო დაგეწება ქუჩში და ზევიდან რაც არის იმას რო ამოიღებ და დამწუს გემო რო გადადის მაინც აიგარი. ვაფშე მენიუ რომ ნახეთ ეგრე რომ ვეწავს ვიყავით რა სხვაგან. შიერზე რო არ მოგეწონება. ახლა ეს გულია და ეს ლობიო მე არ მიყვარს თუ რა არის. ნახოთ როგორია კახური სალათების მიქსი. გასინჯა შენ? ანუ ეს ფერგადასრულია თუ ჩამბალი ის არის. აი ჩამბალი ის არის ფოთლები. მომავალ არაფერს გემო არ აქვს. აი ყველგანაც არის იმას შემოაქვს რაღაცა გემო. ისე არაფერი. ეს გულის ყველია. მიყვარს სალათები, რაღაცა ცოცხალი გემო აქვს. თუმცა ეს ფოთლები ნამდვილად ცოცხალია. რაღაცნაირად არ ესთეტიურად გამოიყურება და თავიდანვე. უნდა მოვთხოვოთ სერვირება? რატო არ მომთხოვ რა? ახლა ნახოთ ერთი საუზმე როგორი იქნება. ფოტოში ძალიან ქუარი და ხედია ძალიან იდეალური. ერთი მაქვს აუზეროდის ხავად. შევდა ისე ძალიან მადა გადამივიდა, ოღონდ მართლა. რატო პოსტების გამო თუ? ათბალიანი სისტემიდან რამდენ შევაფასებდი ლობიანს. ალაც ორი დამწვარი არის. ლობიო მომირჩევი ვაფშე. 10-დან 2. თუმცა ალბათ ნორს იმსახურებს ლობიანი რომ დამწვარი იქნება. და სალათი ეს ფოტოები იდეაში უნდა გადაყარო და სალათს არ უნდა უქნა. 5. სასმელი? ვა. ალბათ ეგეც 5. ეს ყველაფერი რამდენი დაждდება იმასაც განახებ აუცილებლად. რამდენი დაждდება, აბა მოდი. რამდენი დაждდება? 70. ამას ხომ არ დავამატე? არა. მაშინ შეიძლება რომ გადაიხადოთ.
კარგი. ეხლა გადავიხადეთ თანხა. არც გვით არ მოუტანიათ. არც ბარათი ტერმინალით დაგვედგა და გადავიხადე და ისი რამდენია? ზუსტად 70. დაითვალე. ესეთებიც ხდება სასტუმროს ტერიტორიაზე. ეზრით რა საქმე გააკეთა ეხლა? ესეც გატახილი კილა. ანდაბალი დონე. ნამდვილად. ნახევარსაც მოსულიც არ ვარ და უკვე რა. ანუ ესეთ რაღაც ნუანსებს როცა პოულობ, ეგ იმას ნიშნავს, რომ ახლა დაბალი დონე. სივრცე, აუზის თავამისი ადგილი. ფოტოებში უფრო დიდი ჩანდა სხვათა შორის, ხო? საღამო, ხალხიც არავინ არ არის. ფეხი როგორ გაქვს? ნახე, მკბილაიმა. დამალმა. მე მგონი რომ შენ უფრო უკბინე პირველი და მე იმან შენ რომ დააბიჯე ფეხი. მოვდიოდი ჩემთვის და უფრო ჩემი ერჭო ფეხი. დაბალია. ეს ორ თქლის 50. აბა თბილია. აუ რატო? ცუდია რა. და თბილიაო გვითხრეს. ისაკა აქ როგორ უნდა ჩახვიდე? ძალიან ცივია და თვითონ დარბაზშიც ძალიან ცივა. ეს საჩევით. შევედით. რა ხდება? ქორწილია თუ სამეგობროს შეკრება? და რას აღნიშნავენ? აურა კარგი ადგილია. მე სიამოვნებით ჩავდოდი. არ დაგპატიჟებენ რომ მივიდეთ? ვიხარო. მიქონდათ კაი საჭმელები და ჩვენ კიდევ დავიდეს იქ რაღაცა 2 დღის წინანდელი. მაგათ არც აუთ. აიმე. მოდი ჩიტუნია, მოდი. ვაიმე საცი. აიმე. ვერ
მერცხალია ხო? ვაიმე რა ლამაზი კუდი აქვს, შეხედე. ვაიმე რა პეტერე თავი აქვს. ჰეი. წავიდა. აი YouTube-ზე რა დავდებ მე კაცი. როგორ ხარ? ამორი ფიქრები ხარ როგორ ჩავჭდეთ თუ გადმოვიდეთ თუ როგორ. დავგეგმოთ? რომ მე კარგი ვიდეო გამოვიდეს? ხო, აბა. ხო. აბა მიდი, აბა ეხლა იმას ქენ, აბა როგორ ჩაჯდები? ესე უნდა გაიარო? ხო. გუსლი არ ჩაგეკვა ხო სადმე? საღამოს ვაიბი? კი. ნუ აი არ ვიცი, სულს გწუდება. აბა საქმე ვიდივართ მოიფიქრე? წინ. ხოდა როგორ ჯობია მანქანა ეს დავაყენო ისე დავაყენო. ჩვენ კიდე იმაზე ვსაუბრობთ? მე ვიფიქრე რომ ანუ სად მივდივართ მეთქი? რესტორანში? ხო. აი შენ რჩა რესტორანში. ძალიან ლამაზი კადრი. აი ყველაფერს მინდა რომ გადავუღო. ხომ ვიდეთ რესტორანში. დავაგიმოვნოთ ეს ადგილი ვიცი. უკვე და ძალიან გემრიელი სამზარეულო აქვთ. ნახოთ კიდევ რამე ხوار შეცვალეს. სტაგრიდა ხო? გამარჯობა. ნახე ეს ცოცხალი ვარდებია? რომ წოდი შეწვა. რაღაცა მოგწოვენ ცოტა მაგიდები შეცვლილი აქ. არ მოგწონს? ხო, აი საჭმელის თემა არ ვიცი. რომლამდეა? მგონი 10-მდეა, ხო? აი აქ საღამომშვიდობითაც საათამდე. 10-მდე? კარგით, მადლობა. მამანი ხა 10-მდეო. გამარჯობა, სამზარეულო რომლამდე მუშაობს? 11-მდე ხო? კარგით, მადლობა. აქ წავიდეთ მაშინ. რამდენი წუთი წერს? 10 კილომეტრია. უკან. ახლა მოვედით რესტორან ილი აუში. ნახოთ როგორი სიტუაცია იქნება იქ ნეკრესში. რესტორან სამზარეულოს ეწერათ 11 საათი და თურმე 9-ზე იკეტებაო. უთხრეს. ყველგან ბუნებაა და ეგ მომწონს რაღაცა ისეთ ასოციაციას. აუ ზევით ავიდეთ ტერასაზე ხო? ჩუკა, ნეჭაკალელიკა. მოგვესალმა ჩუკა. ეხა შეგვაცილებს. ის რა ლამაზია. მართლა რა სიცარიელია. ეტა ჩვენ ვართ. ანუ ხალხს უყურს და ფასებს შეფიდეთ. განახოთ. ხედავი? გონი ვართ 2019 წელს სადღაც ეგრე. შინკალი? ლარი და 60. მე რა მოგობებს ისი? ხელა რესტორანში მარტო ჩვენ მარტო ჩვენ ვართ. მაგიტას ალაგებს, ანუ რატო? მოდი შევუყვეთოთ რა. შინკალი მინდა მწვადი შინკალი გვეჭო. შინკალი რამდენი? აუ ეს ხოთებს შეჭერდა შინკალი სოფო. სოფო შინკალი.
ორი ცალი არის. ანუ ხინკალი მინდა მე ხა გავაკეთე, დავნაყრდე, მე გავუსაუბროთ. დაიკეტება. 11 ტამდე გოგო დროზე. აი, ხინკალი კაბობი. ლუცდელე. მე არ ვსაუბრობ. მე ერთ ახუნის ლიმონადი. კუტკუჩებია. მადლობა. მან კარგად გამოიყურება. ხინკალი იყო ძალიან გემრიელი, წვნიანი, ფრიც კარგი იყო და რა ვიცი ხა. წვაცაც დაბა გემოვნე. ძალიან დიდხანს ველოდეთ. და იმითი გემრიელი. თაკალია და აქეთან მხარე ნახე. ეს არის მუხრაშვილი და შემწვარი. კახეთში რომ მიდიხარ და მწვაც უყვეთავ და რო გიხარშავენ და ღუმელში რო წავენ. ეს სრცხვილია. ბალიანი სისტემიდან რამდენს დაუწერდი? 7. აი შიგნით პილპილი არ უნდა კონდეს, ხო? აი ქონდა ზედმეტ და ოდნავ ხორცად. მაგრამ გემრიელი იყო და რა არის? ძალიან ის იყო რა ქვია. დაბლენდერებული სავით იყო ხორცი არა? ხო. მე 6 ხინკალი შევჭამე და 6 ავჭამ ხოლმე როგორც წესი. აშკარად მომეწონა. თან შია. უფრო ალბათ მე 8-ს დავუწერ. კარტოფილი ფრის დავუწერ 10-დან 9. ვიტყოდი რომ ამ რესტორანში როცა შედიხარ და ესეთ ფრის ვართ მე მგონია რომ 10-დან 10-ია. თან თავისი კეჩუპით და წვადი არის 10-დან 0. კახეთში წვადი ესეთი დეკადრებად არ უნდა იყოს. ესაა ჩემი შეფასება. ლუდზე კიდე მარტო ჩამოსასხმელი ქონდათ ბავარია. რა გემოც აქვს ეს უეჭველი, შუშა არ არის და ქილა თავს და უცბად ეხა არაფერი არ გადაითვალო, რამდენი ჯდება მალე? არ გადაითვალო მალე. 55, მე ვამბობ 45. არა. 65. კაი, 55 ვამბობ მე და მარიამი ამბობს 65. ოკეი, მიხოთაბა. მანახე. შენ გაიმარჯვე მგონი. მე გავიმარჯვე. 50 რამდენად 12 იყო, ხო? მე ვთქვი 65. Adeki. იმათ უთხარი და გადააგდებენ. სწორი დამიჭერი? წმინდა. აი მე არა ჯონსავი.
იმას აკეთებ? დოგვია ეს მაიონეზია. გალვის hot-dogs. წირის სამზარეულო. შენ მაგარი ხარ, კეთი, მანდ ის რო ყოფილიყო, რა ქვია, თევზი უკეთესი იქნებოდა. თევზი რო ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა. თევზს გიგეთებ. მე თევზზე მაქვს და იმას ვსავარდი. იქიდან ავაწყობ, უბრალოდ გამიჭერი. როდესაც თევზი? აი იქ ამ პორს ავიღებ. ჩვენი კუთხე. რომელიც ახლა ძალიან ცუდი რაღაცა გავაკეთე. ანუ მარტო შე რო ხარ ხალათით. სინდვიჩის აწყობის ტიტული არის. ესე იგი ფუნთუშას წავუსვათ. ამ შემთხვევაში ვისწავლი. შენ გასწავლი, იქ რო იტიტყნავე. აი ესე ლამაზად. შემდეგ დავადოთ ყველი. აი ეს ცოტა ყველი ხო იქნება უკეთესი. შემდეგ დავადოთ ზեղვის ნაირსახეობა. შემდეგ დავადოთ სალათის ფურცელი. აი ესე. შემდეგ სოკოს შეიძლება რატომაც არა. ის მინდოდა ორაკული მინდოდა, მაგრამ ზერთხელ ორაკულს სარდიჩი. არა. შემდეგ დავადოთ ფუნთუშას მეორე ნაწილი და ვუყრიჩოთ. ჩემი აწყობილი იყო. ძალიან შალი გამოვიდა. მაგრამ გიმრიელია. კეთებ. თევზის ორაკულს. მარტო ეს იყოს. Cappuccino. ყავის ფონზე ამაზე ნაკლები ხედი არ უნდა გქონდეს. ნაცამაცადია. ნაცმარიც კი. ძალიან არ უვლიან აქაურობას. რა უბედურება ეს, რომ მოდიხარ არასდროს სიამოვნოა და რამდენი საათია უკვე ესენი ალაგია. პატრონი არ აქვს აქაურობას. მორჩა ჩვენი დასვენება, აღრმინდა წასვლა. აქ სრულდება მეგობრებო ჩვენი ვლოგი. თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ გვერდი აუცილებლად.
მე კი აი ამ ხედით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მოვადექით ილიას ტბას. ვაი მე აქამდე არასდროს არ მინახავს. რა ლამაზია. ხეში ჩაფლული. ადრე არ იყო ეს გაკეთებული ეს პარკი. ლამაზია. რესტორანიც არის. რა გამოსაჭენი შენ ხარ კადრში? ჩავიდეთ ხო? შრება იქ, შეხედე? აშრობენ ალბათ, რაღაცას გეკმავენ, ახლა კიდე რაღაცა მსგავსია კუნძული. სასტუმრო კოტეჯები. ესე ქვია. გუშინ რო ვიყავით მოსულები ამ რესტორანში. მადლობა. მადლობა. აი ნამდვილი მწვადი. და არა, ვაიმე გუში რა ვჭამეთ. რა ვჭამეთ გუში. პროსტა. საზღვრობა. აი ამ რესტორანში თუ მოხვდებით, აი ძალიან გირჩევთ. სასწაულ სამზარეულოა. მე ხედავთ რა ლამაზად გამოიყურება ეს. თვითონ ამათ გოგოებმა გვირჩიეს. თათმისაოთა. გუშინ ვიყავით მოსულები და რუსაზე ვიყავით. 10 ხდებოდა ხო? 10 ნახევარზე ვიყავით მოსულები და 9-ზე უკვე სამზარეულოს ეკეთებდა და ძალიან გვეწყინა და ეხლა თბილისში მივდივართ და ვერ ჩაუვარეთ, მაინც შემოვიარეთ. ადამდე ლობიანს რო ჭამ როგორ გიყვარს. ზოგადად ხორცს რო ჭამ ხოლმე, აი საწებელით მოყვება მწვადი ან ქაბაბი ან რამე. პირველ გაიგო ნახტი ხორცს და მე რა მომასწავლე. ნამდვილად წავი. კაი ხორცია. გამოვასხათ. საწებელი ხახვი. ესე. ეს არის უკანა ხედი, წინაც აქვთ ტერასი და შიგ დარბაზიც აქვთ. რესტორანი ნეკრესია, ამ ხიდზე შეგიძლიათ გაისეირნოთ. იქ დაუზიც არის, იმიტომ რომ სასტუმროს ტერიტორია. იქით უვლიან ბაღს. ვჭამთ უცბად და გავიქცევით თბილისში. დაგაფიქსირე. მე საერთოდ მაინტერესებს ძალიან გასინჯაომას. აბა როგორ მოგეწონა ხოლმე. ეს ყოველდღიურად ძალიან გემრიელია, ყველა გემურად გიახსებოთ. შეგეთ აქ ყველაფერი ამიტომ ბალანსია გასული. გემრიელია. ავეჭებოთ. კაფეში საფერა. ფუცხოვა. ლაპი, თაფლი, როწეული, ისპანახი, ეს რესტორანია, ნაირი ფეროა. გემო. მეგონა. აქედან 100 ეურო ამბობენ ხოლმე. უცბად. რამდენი არის? მალე დროზე არ გადათვალო. 65, 90. არა, 90 კი არა. და მოგო თქვი. აი. 90. 90. ხო, 90 თქვა არ მინდოდა. აი 80 რა, 80. ხოთ ვინ მოიგო?
65. მე მოვიგე ისევ.